საუკეთესო MMA სიახლეები. თქვენთვის გამორჩეულთა შორის გამორჩეული ამბები შევაგროვებთ. ასე რომ უყურეთ ამ ვიდეოს და ისე ამოვნეთ. ილია თოფურიამ გამოიცანი, რომელია მებრძოლი ითამაშა. ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, წელს დაღესტანში ხაბიბთან და ისლამთან ერთად ვარჯიშობდი. ბრაზილიაში კი ოლივეირესთან. ილია კი მას გაეხუმრა. ხო, მაგიტომაც ვერ განვითარდი. მოკლედ, დაპირისპირება ილიასა და დაღესტანელებს შორის გრძელდება. თქვენს გძნობთ სუნს, ეს ბრძოლა სულ უფრო და უფრო ახლოს არის. პედი პიმბლეტმა ბრძოლის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მან თქვა, თავს კარგად გძნობ და ტრამვები არ მაქვს. ჯასტინ გეიჯი ამ საღამოს უკეთესი მებრძოლი იყო. ჩემთვის პატივი იყო ასეთ ლეგენდასთან ბრძოლა. მე დავბრუნდები და მალე კამერს მოვიპოვებ. ჩემი აზრით, პედი კამერს ვერაზროს მოიგებს, სანამ ამ დივიზიონში ილია, მაქსი, ჩარლზი და არმანი იქნებიან. დამიწერე კომენტარებში რას ფიქრობ პედიზე. ალექსანდრ ვოლკანოვსკი არმან ცარუკინას გამოეხმაურა, რომელსაც ქვედა დივიზიონში ჩასვლა და კამერისთვის ბრძოლა სურს. ალექსმა თქვა, მე მიყვარს გამოწვევები. თუ ის წონის დაკლებას შეძლებს, ეს ნამდვილად რთული გამოცდა იქნება. ჭიდაობისგან დაცვა საკმაოდ საიმედო მაქვს, ასე რომ საინტერესო ბრძოლა იქნება. განაცხადა ვოლკანოვსკიმ. მე ჩემი მხრიდან ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ხო ყველა ვხედავთ, რამდენად ფიზიკურად დიდია არმანი. იმის მაგივრად რომ თქვას, რომ ზედა დივიზიონში ავა, ამბობს რომ ქვევით ჩასვლა უნდა. ჩემი აზრით ეს უბრალოდ ლაპარაკებია და მეტი არაფერი. და ქვედა დივიზიონში წონა რომ ჩააბაროს, ვოლკი მაინც მოუგებს. ასევე არმანმა დანა ვაიტს და UFC-ს ბოდიში მოუხადა. ბოდიშს გიხდით. გთხოვთ მომეცით სატიტულო ბრძოლა. ამიერიდან კარგი ბიჭი ვიქნები, ცუდად აღარ მოვიქცევი. რა თქმა უნდა, დრო ყველაფერს განკურნავს. არმანი აუცილებლად იქნება ჩემპიონი. მაგრამ მისი მხრიდან ზედმეტი ლაპარაკია და ცოტა საქმე. ჩემი აზრით ის და მოვსარ ევლოევი ძალიან გვანან ერთმანეთს. და UFC-ს ისინი დიდად გულზე არ ეხატება. ჯეკ დელა მადალენას მწვრთნელი ბენ ვიკერსი ამბობს, რომ ჯეკი შესაძლოა აპრილში ან მაისში დაბრუნდეს. ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე კარლოს პრატესია. ჩვენ ახლა ამ ვარიანტზე მსჯელობთ. კარგი იქნებოდა ასეთ სტრაიკერთან შეხვედრა. მე ვფიქრობ, კარლოსი მას პირველივე რაუნდში დაასრულებს. და ამ სიტუაციაში მგონია, რომ ჯეკი მორალეს უნდა ეჩხუბოს სატიტულო შანსისთვის. რადგან პრატესს ისლამთან შანსი არ აქვს და ეს იანგარისთან ბრძოლაშიც გამოჩნდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მახაჩევისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია, ეს მორალესია. შონომალიმ თქვა, რომ სონგიედონგთან ბრძოლამდე UFC-დან წასვლაზე და კრივში გადასვლაზე ფიქრობდა. მან თქვა, ფიქრობდი, იქნებ ახალი ტონი ფერგიუსონი ვარ. კიდევ 4-5 ბრძოლას წავაგებ და მერე კრივში გადავალ მეთქი. ჩემთვის შონომალი მხიარული პერსონაჟია. თავის საქმეში მაგარია, მაგრამ საჩემპიონო მასალა ნამდვილად არ არის. ის ფაქტი, რომ სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონი იყო, დღემდე მაკვირვებს. ისევე როგორც ჯამალ ჰილის ჩემპიონობა ქვემძიმე წონაში. კაი რა. დღეისათვის სულ ეს იყო. გთხოვ რომ დაალაიქო ვიდეო და მადლობას გიხდი შენი დროისთვის. მომავალ შეხვედრამდე.